მოგესალმებით, მეგობრებო, მცირე პაუზა მაქვს. კონსულტაციებს შორის იცით რომ ვეხმარები ადამიანებს, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიურად. დღეში 6-8 საათი ვატარებ კონსულტაციებს ადამიანებთან, ხო და გამიშთა სურვილი, რომ აი ამ პაუზით მესარგებლა და ერთი მნიშვნელოვან რაღაცაზე მიმექცია თქვენი ყურადღება. ძალიან ხშირად მესმის ხოლმე ესეთი შეკითხვა ადამიანებისგან, რომ აბა როგორი ვარ? შეგიძლიათ მითხრათ როგორი ვარ? და აქ ძალიან საინტერესო არის ერთი რამ. იმისთვის რომ მიხვდეთ ადამიანი როგორია, ხო? უნდა ვიცოდეთ, რას დავაკვირდეთ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, მოვახდინოთ ასე თუ ისე მისი ხასიათის ამოცნობა, მოვახდინოთ ასე ვთქვათ, მისი შესაძლო ქცევების პროგნოზირება ამა თუ იმ სიტუაციაში, რა ჭირდება ამ ადამიანს, რა რეალური მოტივაციები აქვს ცხოვრებაში, რისი გამომზეურება უჭირს, ხო? იმიტომ რომ გააჩნია, გამომდინარე იქიდან თუ რომელი ხასიათის ტიპს მიეკუთვნება ადამიანი, შესაბამისად ყოველ ფსიქოტიპს, ესე დავარქვათ, აქვს თავთავისი საიდუმლოებები, რაც არის, ესე ვთქვათ, მისი წმინდათაც მინდა და სადაც არ მიგიშვებს შინაგანაც. და ერთი არის სხვა ადამიანებში ერკვევოდე კარგად. ამ შემთხვევაში რას ვაკვირდებით ხოლმე, ხო? გარეგნობას ვაკვირდებით. როგორც ბუნებრივ მოცემულობებს, ასე ვთქვათ, ბიოლოგიურს. ისე ვაკვირდებით, როგორ იწმევს ადამიანი, ხო? ზოგადად როგორ გამოიყურება. შემდეგ ვაკვირდებით მის მოძრაობას, ვაკვირდებით მის ქცევის მანერას, საუბრის მანერას. ვაკვირდებით მისი ქცევის სხვა უფრო დიდ და მსხვილ აქტებს, ხო? საერთოდ რას აკეთებს, როგორ იქცევა. ამდენად ემთხვევა ან განსხვავდება ერთმანეთისგან ის თუ რას ამბობს, როგორ გამოიყურება, რა მდგომარეობაშია და რას აკეთებს. იმისთვის რომ ასე თუ ისე მივხვდეთ რა უნდა ამ ადამიანს ჩვენგან, ჩვენთან ურთიერთობაში. მაგრამ მეორე მომენტია საკუთარ თავში გარკვევა. ისეთი, ასე ვთქვათ, ცოდნა საკუთარი თავის, რომ შეძლო საკუთარი ქცევის პროგნოზირება ამა თუ იმ სიტუაციაში. იმიტომ რომ არსებობს რამდენიმე ფსიქოტიპი, არსებობს რამდენიმე ტიპის ხასიათი. ამაზე მე წლების წინ, რამდენიმე წლის წინ, 3-4 წლის წინ მქონდა გაკეთებული რაღაც ვიდეო ჩართვები. მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ამ თემაზე, ხო? რას აკვირდებით საკუთარ თავში იმისთვის, რომ ამოიცნოთ საკუთარი ფსიქოტიპი, რამდენად იცნობთ საკუთარ თავს. და თუ შეიძლება კომენტარებში გამიზიარეთ, რას აკვირდებით საკუთარ თავში იმისთვის, რომ მიხვდეთ როგორი ხართ, იმისთვის, რომ ადეკვატურად განსაზღვროთ რა შეგიძლიათ, რა არ შეგიძლიათ, რას უნდა ელოდოთ საკუთარი თავისგან, რას არ უნდა ელოდოთ, რა არ უნდა მოთხოვოთ საკუთარ თავს პრინციპში. ამა თუ იმ სიტუაციებში, მაგალითად, არის ესეთი ფსიქოტიპი, ერთ-ერთი, ხო? ემოტიური ფსიქოტიპი ქვია ეგეთ ტიპის ხასიათი, რომ ძალიან რბილი ბუნებრივად. მაგალითად, ესეთ ადამიანს, რომ უცებ დაავალოთ, რომ მან სამსახურში შემცირებები ჩაატაროს, ხოლმე შეიძლება ძალიან ცუდად გახდეს, მათ შორის ფიზიკურად. შესაბამისად, ყოველ ხასიათს და ყოველ ფსიქოტიპს აქვს ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები. სიტუაციები, სადაც ის სრულად ახდენს საკუთარი პოტენციალის გახსნას, და სიტუაციები, რომელიც იქნება მისთვის სარისკო. თქვენთან მაქვს ესეთი შეკითხვა. რამდენად უბრალოდ რას აკვირდებით საკუთარ თავში, სად არის მიმართული თქვენი ყურადღება იმისთვის, რომ მიხვდეთ თქვენ როგორი ხართ. იმიტომ რაც უფრო კარგად ერკვევით საკუთარ თავში, მით უფრო კარგად ერკვევით გარშემო მყოფ ადამიანებში. იმიტომ რომ თქვენი აღქმის ფილტრები, ასე ვთქვათ, თქვენი ჩვევები ყურადღების
მიმართული შიგნით და მიმართული გარეთ არის ერთი და იგივე ხოლმე. აი ჩემ ძალიან საინტერესოა ჩემთვის ამაზე დაგვირგვება, ხო? იმიტომ რომ აი ფსიქოტიპებს რო დავანებოთ თავი და არის 7 სხვადასხვანაირი ფსიქოტიპი, ხო, ასე ვთქვათ, ბუნებრივი მოცემულობა. ჩვენ ვიბადებით გარკვეული ფსიქოტიპით და შემდეგ რაღაც დამატებით თვისებებს კიდევ არ ვითარებთ საკუთარ თავში. ამიტომ არის ხოლმე ხანდახან ადამიანის აი მისი ბუნებრივი ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენა. ასე ვთქვათ, პროფანისთვის, ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის აი რას უნდა უყუროს, რას უნდა დააგვირდეს, რომ მიხვდეს მისი რეალური ფსიქოტიპი რა არის, იმიტომ რომ ძალიან სხვა ფსიქოტიპის ბევრი თვისება, ბევრი უნარი გვაქვს კიდე გზადაგზა მასწავლი. შესაბამისად, რას ვაკვირდებით საკუთარ თავში იმისთვის, რომ მიხვდეთ, რომ საკუთარი ქცევის პროგნოზირება შევძლოთ. და გარდა ფსიქოტიპებისა, აი უბრალოდ დაფიქსდით ერთი წუთით. რომელი ტიპის ადამიანებს რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით იმ 4-დან, რასაც ახლა ჩამოვთვლი. თქვენთვის მნიშვნელოვანია მიღება პირველ რიგში. აი ახალი შთაბეჭდილებები, ფინანსები, ადამიანები, აი რაც უნდა მიიღო ცოტა ხანში მოგბეზდება და გშირდება ისე სუმშიერი ხარ. ანუ სულ გჭირდება სიახლე. ანუ მიღებაზე ხარ ძირითადად ორიენტირებული. თუ ხართ შენახვაზე ორიენტირებული მაგალითად, აი რაღაცა მიიღეთ, აი სანამ გაქვთ კარგად ხართ. ხო? პირველი კატეგორია ადამიანების მიღებაზე, რომელიც არის ორიენტირებული, სანამ ღებულობს კარგად არის. ღებულობს, თავს ძნელს გადასარევად. შეწყდა ეს მიღების პროცესი? თუდად ხდება. ეხლა წარმოიდგინეთ ეს ადამიანი ურთიერთობაში. სულ ღებულობდეს, ანუ მეორეს უდაძებულ მდგომარეობაში იქნება, იმიტომ რომ თუ რაღაცა ბუქნები და აჯიმანიები უნდა აკეთოს, რომ ამას სიახლე. მეორე ტიპის ადამიანი, როგორც თქვით, არის შენახვაზე ორიენტირებული ადამიანი, ხო? აი სანამ რაღაცა რესურსებს ფლობს, შეიძლება ახალი არ შემოსდის, მაგრამ ფლობს, აქვს. კარგად არის. როდესაც კარგავს ამ რესურსებს, ხდება ცუდად. აი ჭირდება ეს რესურსები, არ ჭირდება ეს რესურსები, თავარია იყოს. მესამე კატეგორია ადამიანებისა ორიენტირებულია გაცვლაზე. თქვენ თუ გააკეთებთ მათთვის რაღაცას, ისინი საპასუხოდ გააკეთებენ. თვითონ პირველ ნაბიჯს არ დგავენ ხოლმე. აი რამდენსაც მისცემ, იმდენს მოგცემს უკან. შეიძლება ამ ტიპის ადამიანს მიეკუთვნებით. შეიძლება გამცემ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებით, კარგად ხართ, სანამ გაქვთ რა გასცეთ და ეს გაცემის პროცესი გამყოფებთ, ესე ვთქვათ, კარგ გადასარევ მდგომარეობაში. ანუ აი ამ 4 კატეგორიიდან რომელი ხართ, აბა არჩიეთ და კომენტარებში შეიძლება დაწერეთ ციფრი. თუ ხართ მიღებაზე ორიენტირებული, ძირითადად ეს არის ერთიანი, თუ ხართ შენახვაზე ორიენტირებული, ორიანი დავწეროთ, თუ ხართ გაცვლაზე ორიენტირებული, როცა გყავთ ვიღაცა ვისთანაც გაცვლა გაქვთ, ხო? რაღაცეებს. მე შენ მე. მაშინ ხართ კარგად. ეს არის მესამე და გაცემაზე თუ ხართ ორიენტირებული, ასე ვთქვათ, კარგად ხდებით მაშინ, როდესაც გასცემთ რაღაცეებს უყვართ, ხო? აი ეს იქნება მეოთხე. დაწერეთ კომენტარებში, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით. და შემდეგ ასე ვთქვათ, განვაგრძოთ ამ თემაზე საუბარი. განვაგრძოთ საუბარი იმ თემაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანებში ვერ ყვეოდეთ უკეთესად ვიდრე ეხლა. რას უნდა დავაკვირდეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმისთვის, რომ მეტნაკლებად ზუსტად ამოვიცნოთ ადამიანი და შევძლოთ მისი ქცევის პროგნოზირება. აბა წავედი, მე გავაგრძელო მუშაობა. თქვენს გისურვებთ წარმატებულ დღეს და მომავალ შეხვედრამდე.